მოგესალმებით მეგობრებო, როგორც მიშამ აღნიშნა, მე დავიბადე. მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი ამ გამოსვლელებს შორის, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენი მშობლების თაობამ, ჩემი მშობლების თაობამ უარი თქვა ბოროტების იმპერიაში ცხოვრებაზე. მაგრამ ჩვენმა თაობამ მალევე გაიგო, რომ თავისუფლებას ჰყავს ბევრი მტერი. და ეს ამ მტერს არ ეზიზღება არც ხინკალი, არც ხვანჭკარა, არც მის კარზე მომღერალი და მოცეკვავე ქართველი ჯამბაზები. ეს მტერი ებრძვის თავისუფლებას. ეს არის ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი, არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში. რუსეთი ჩვენ გვთავაზობს მონობაში მშვიდობას, მაგრამ ჩვენმა თაობამ საკმარისად კარგად შეაფასა თავისუფლება. ჩვენ ამ თავისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი არ ცდილობს, რომ თავი მოგვაწონოს, ის არ ამბობს, რომ ის კარგია. ის ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სხვები მასზე უარესები არიან. წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა ყველა ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევდა, ავრცელებდა და ავრცელებს ერთსა და იმავე სიცრუეს, რომ დასავლეთი წაგვარწმევს ჩვენ ეროვნულ იდენტობას, ჩვენ სარწმუნოებას და მხოლოდ რუსეთი დაიცავს მას. მაგრამ ჩვენ ამას არ დავიჯერებთ, რადგან კარგად ვიცით, რომ არც ერთ ქვეყანას არ დაუშავებია საქართველოსთვის იმდენი, რაც რუსეთმა დაუშავა. 200 წელი არის საკმარისი იმის გასაგებად, რომ რუსეთის იმპერიას არასდროს არ ქონია საზღვრები. რუსეთის იმპერიას ყოველთვის ჰქონდა პროვინციები. ჩვენს თაობას არ უნდა, რომ რუსეთის იმპერიის პროვინცია დარჩეს. ჩვენ თაობას არ აღაფრთოვანებს მოსკოვში მზიურ საქართველოზე ნამღერი სიმღერები. რუსეთი ებრძვის ყველაფერი იმას, რაც ჩვენთვის, ჩვენი თაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რუსეთი ებრძვის თავისუფლებას, რუსეთი ებრძვის სუვერენიტეტს, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ ზრდას და გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენ თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენი თაობა არ შეიძლება იყოს ჰომოფობი, ჩვენი თაობა არ შეიძლება იყოს ქსენოფობი. ჩვენი თაობა ღია და ტოლერანტული უნდა იყოს ყველაფერი განსხვავებულის მიმართ. ჩვენ გვწამს ჩვენი მომავლის, ჩვენ გვწამს ამ ქვეყნის მომავლის. ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა ერთ დღეს თავისუფალ ქვეყნებს შორის იყოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. დღეს ჩვენ აქ ბრაზმა მოგვიყვანა. ბრაზმა არა ვლადიმერ პუტინზე, ჩვენ მისი გეგმების, მისი იდეების შესახებ მთელ მსოფლიოში ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ შეიძლება ამ იდეებს მხოლოდ დაუპირისპირდეთ. არა იმიტომ რომ დიპლომატიის არ გვჯერა ან დიალოგი არ გვინდა, არამედ იმიტომ რომ რუსეთთან სხვა არაფერი არ მუშაობს დაპირისპირების გარდა. დღეს რუსეთი აგრძელებს აგრესიას მიუხედავად იმისა, რომ აქ ამ კანცელარიაში ზის ადამიანი, რომელიც მას მტერსაც კი ვერ უწოდებს. დღეს რუსეთი აგრძელებს მავთუხლართების გაბმას მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უთმობს მას ყველაფერს, თითქმის ყველაფერს, რაც შეუძლია. დღეს ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ არავინ არ იმოქმედებს ჩვენ გარდა, არც ერთი ჩვენი პარტნიორი არ გააკეთებს ჩვენ საქმეს, არც ერთი ჩვენი პარტნიორი არ იბრძოლებს ჩვენი თავისუფლებისათვის. თუ ჩვენ დავთმეთ, თუ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი რწმენა, დღეს უპატიებელია უმოქმედობა. დღეს უპატიებელია პრობლემებისგან გაქცევა. დღეს არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაზეც მთელი მსოფლიო ახელს თვალს. დღეს რკინის ფარდა დაშვებულია სევასტოპოლთან და მარიუპოლთან. დღეს რკინის ფარდა დაშვებულია ენგურის ხიდთან და ცხინვალის რეგიონთან. დღეს უპატიებელია მომავლის რწმენის დაკარგვა. დღეს არ შეიძლება, რომ ჩვენი ხელისუფლება გვარწმუნებდეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. დღეს ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა იმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამაც. დიახ, შეიძლება დღეს ჩვენ ვერ გავიმარჯვოთ, რადგან ჩვენი ძალები დღეს მცირეა. შეიძლება ვერც ხვალ ვერ გავიმარჯვოთ საბოლოოდ, მაგრამ დღეს და ხვალ თუ ჩვენ დავკარგათ რწმენას, ჩვენ ვერ მოვიპოვებთ თავისუფლებას ზეგ. ჩვენ თვითონ ჩვენგანს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ თავისუფლებას ყოველთვის იღებდნენ იქ, სადაც ამ თავისუფლებისათვის იბრძოდნენ და ჩვენ ამ თავისუფლებისათვის ვიბრძოდით, ვიბრძვით და ყოველთვის ვიბრძოლებთ. დიდი მადლობა.